ეს ხშირად დაკავშირებულია ატმოსფერული წნევის ცვლილებასთან. როდესაც წნევა ეცემა, სახსრის ქსოვილი მეტად მგრძნობიარე ხდება და შესაბამისად ტკივილი შეიძლება მეტად იგრძნოთ. ტრამვის დროს ტკივილი უეცრად იწყება, მაგალითად დაცემის ან დარტყმის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და ასევე მოძრაობის შეზღუდვა. ქრონიკული პრობლემის დროს პროცესი ნელა ვითარდება და შეიძლება თან ახდეს ტკივილის გაძლიერება. ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას და სახსრების მოქრიობას. მნიშვნელოვანია დატვირთვა იყოს ზომიერი, რათა არ გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი. სახსრების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია რამოდენიმე ვიტამინი და მინერალი. მაგალითად, D ვიტამინი და კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლების სიმტკიცისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უზრუნველყოფენ ანთებითი პროცესის სწრაფად ალაგებას.